ბაღები ამბახს ალამაზებენ. აი, უკვე დაიწყო გაკრეჭვები. ხედავთ ძალიან ლამაზად. აქ სმარაგდებია. აი აქ ამ სპირალის დახვეწაც მიდის. შვენივრად კეთდება. ჩვენი გიგო დახელოვნებულია ამ საქმეში და არის ჩვენი გუნდის სიამაყე. ახლა მე მინდა ყურადღება გამახვილდეს ერთ თავისებურებაზე. ხშირად თქვენ შენიშნავთ ბაღებში, რომ ტუია სმარაგდი შიგ და შიგ ხმება, ჩახმობა ახასიათებს. აი ნახეთ კიდევ ზევით ასეთი სურათი არაერთია, ზოგიერთი ნაწილი კიდევ გამოვჭერით. აი ნახეთ, აგერ არის კიდევ ნაწილი კიდე გამოიჭრა. არის ასეთი პრეცედენტები არაერთი და მე მინდა ყურადღება გამახვილოთ შემდეგზე. ამისი მიზეზი არის რამოდენიმე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ არის მწერი, რომელიც თუ ფიტოსანიტარული მდგომარეობა კარგი არ არის, ეს მწერი აკეთებს ნახრეთს, შედის მერქანში და იქ იბუდებს, ანუ აზიანებს გამტარ ჭურჭლებს და მიდის ამ დროს ხმობა. ეს შეიძლება იყოს დიდ ტოტზე ან პატარა ტოტზე. ამას თქვენ შენიშნავთ ასეთი სახით. თუ იქ ნახრეტები არის, იმ ადგილას აუცილებლად გამოჟონავს ფისი და თქვენ შეგიძლიათ ის ნემსითაც ნახოთ ის ნახრეტი თუ ნემსი შევიდა, ესე იგი ეს არის მავნებლის მიერ დაზიანებული. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება. ქარიანი ადგილია და მაგალითად ზევით ერთ-ორ ადგილას შეიძლება ეს ადგილი მოტყდა და ამის გამო დაიწყო ხმობა. მაგრამ ეს არაა მთავარი. შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ამისი არის ის, რომ ტუია სმარაგდი ძალიან გრძნობიერი არის წყლის რეჟიმის მიმართ. თუ მას ფესვებში ხშირად ჭარბი წყალი აქვს, მაგალითად რის გამო? ჩაწეულ ადგილას არის. ანდა მორწყვის სისტემა იმ ადგილას ბევრ ხანს ჩერდება და ნაჟური წყალი ან რო იტყვიან ჩამონაღვენთი წყალი გროვდება. აი ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი და აი ამ რამოდენიმე მთავარ ღერძიდან რომელიღაცა დაზიანდეს და დაიწყოს პობის პროცესი და ეს აუცილებლად გამოვლინდება იმ ღეროზე, რომელიც იქიდან იკვებება. ან პირიქით პერიოდული სიმშრალე. ფესვის სისტემის პერიოდული სიმშრალე. აი ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მცენარეს შიგ და შიგ უხმება ტოტები. არის კიდე სოკვანი დაავადების გამო, მაგრამ მას უფრო ისეთი ხასიათი აქვს, რომ ყველაფერში და ყველგან ვლინდება და გადამდებია ეს ასეთი შემთხვევებიც არის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვაკეთებთ რა? პირველ რიგში უნდა იქნეს აღმოფხრილი პრობლემები დაკავშირებული წყლის რეჟიმთან. რომ გამოვრიცხოთ გამომავალი პრობლემა ფესვთა სისტემიდან. მეორე, აუცილებლად გამოვჭრათ მომხმარი, აი ნახეთ, მე უკვე გამოვჭერი, შაშანდელი გამოჭრილიც არის, აი წელსაც გამოჭრათ უნდა ის გამხმარი ტოტები, ისინი აქ არ დატოვოთ და ეგერ არის მოჭრილები, ისინი აქ არ დატოვოთ, იმიტომ რომ ის შეიძლება იყოს სოკოს მატარებელი და ის ადგილი, რომელიც ჩვენ მოვჭერით, გთხოვთ ოპერატორს, აი აქ რომელიც ჩვენ მოვჭერით, ეს უნდა დამუშავდეს. ბაღის მალამუთი ან სპილენძის შემცველი რაღაც ხსნარი დავამუშავოთ, რომ ინფექცია არ გაგრძელდეს. და აუცილებლად უნდა მოხდეს წამლობა. ხშირად შიგნით არის კიდე რომ ეს გამოსუფთავებული ამჯერად, მაგრამ წელიწადში ერთ-ორჯერ უნდა მას გამოსუფთავება იმისათვის, რომ აქ არის ძველი გამხმარი ნარჩენები და უნდა შეიწამლოს ბორდოთი, 1%-იანი ბორდოთი და მავნებლის წინააღმდეგაც. აი ეს არის პირველი ეტაპი. დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ თქვენ თუ შეწამლით მას სკორით, როდესაც ტემპერატურა 15 გრადუსზე მეტია,
იქნება ძალიან კარგი. ამ დროს თქვენ უკვე საშუალება გაქვთ, რომ მცენარე ნელა გამოაჯამთელოთ. თვითონ ის, რომ მცენარეს ფერი აქვს კარგი, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ აქ სოყვანი დაავადების შემთხვევა არ გვაქვს. მას რო ხმობა ქონდეს სოყვანი დაავადების გამო, თვითონ მცენარის გარეგანი მდგომარეობა იქნება სუსტი. აი, ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ და ეს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ასე განათების მიმართ. მას თუ კარგი განათება არ აქვს, აუცილებლად ის კნინდება და თვითონ ის, რომ შიგნით ის წიწვებს გამოიხმობს და გასასუფთავებელი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზის მიმართ არის მგრძნობიარე. ესე იგი, მას უყვარს კარგი განათება. კარგი განათება არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც გესმით კაშკაშა მზე, არა. განათება უნდა გქონდეს კარგი, მაგრამ პირდაპირ მზის გული არც ერთ მცენარეს მაინც და მაინც არ უყვარს. კარგი განათება. კარგია, კარგია.